მესამე ნაწილი შევარდნაძის მემუარებიდან ბიძინა ივანიშვილზე გავჩერდი და გავაგრძელებ. ბიძინა ივანიშვილს ვთხოვეო, რომ სამება დამასრულებინეო და 10 ბიზნესმენი მაპოვნინეო, ვინცო თანხას შემოწირავსო და მითხრავ, რომ რამდენიმე დღეშიო დაგირეკავთო და მართლაც დამირეკავ რამდენიმე დღეშიო და გააკეთავ ისეთი რამეო, რამაც ძალიან გამაკვირვაო და გამახარაო. მან არ მოიწია დანარჩენი ბიზნესმენები და 10 მილიონი შემოწირა სამების აშენებასო. ეს იყო საოცარი ამბავიო და ამ როგორც ჩანს ეს ამბავი დაფინანსების საკითხი უკვე რო გავრცელდა, ბიძინა ივანიშვილის საჩუქრის მერე ძალიან ბევრი ბიზნესმენი, ჩვეულებრივი ადამიანი უკვე წირავდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის თანხებს და ბიძინა მხოლოდ ამ ერთ მონაკვეთში არის ნახსენები. დანარჩენი მე მასზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მე ყოველთვის ვიძახი იმას, რასაც ვკითხულობ. ამიტომაც ჩემი მოგონილი ამბები არ არის ხოლმე, ეს არის რეალური ამბავი, რასაც ვკითხულობ, შინაარს გადმოგცემთ ხოლმე. ზუსტად გამსახურდია. სახელმწიფოს მართვის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა, ამან და მისი ხასიათის ზოგმა თვისებამ დისიდენტის ძნელმა ბიოგრაფიამ ოდიოზურმა გარემოცვამ შემდგომ ტრაგიკული როლი ითამაშა როგორც მის, ისე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. რეიგანი წერდაო, რომ რუსეთზე წერდაო რეიგანიო, რომ ბოროტების იმპერია არისო, საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერია არისო. ამიტომ არაფერი ახალი არ არის, ჩვენ არ გვიკვირს რუსეთის ბოროტება. თქვენ იცოდით, რომ შევარდნაძე ათეისტი იყო, მამამისიც ათეისტი იყო, დედა ჩუმად ლოცულობდა და რაღაცა პერიოდის მერე მან გადაწყვიტა, რომ პატრიარქისთვის ილია მეორისთვის ეთხოვა, რომ მომნათლეო, ის მოექცა, ესე თუ სწორად ვიძახი, გაქრისტიან და პატრიარქი არის მისი ნათლია და რაც მსოფლიოს იმ პერიოდში და ევროპის ქვეყნების იმ პერიოდში ვერც ერთმა მმართველმა ვერ შეძლო, მე პეტრე მეორე ჩამოვიყვანეო საქართველოსიო, ეს იყო ერთ-ერთი ჩემი წარმატებული ნაბიჯიო და რა ვიცი, წიგნში ბოლოს ჩავინიშნე, რომ ეს ახალგაზრდებსო ვეტყვიო, რომ მე ჩემი გასაკეთებელიო გავაკეთეო, თქვენ რას გააკეთებთ შემდეგ ვნახავო. მე ვფიქრობ, რომ შევარდნაძეს მეტის გაკეთება არ შეეძლო, როგორ იყო და რა იყო, სულ რაღაცა წყენით იძახის, რომ საერთოდ ვერაფერი ვერ გამოჩნდაო, რაც გავაკეთეო, მე შემეძლო ბევრ ადგილას იძახის, სისხლის ზღვრა შემეძლო თუნდაც ბოლო პერიოდზე, მაგრამ ეს არ გავაკეთეო. რაღაცნაირად აქებს თავის თავს, აქებენ აქ ძალიან კარგი ფოტომასალა არის შეხვედრები და ბოლოს გეტყვით დავასრულებ ამით რევოლუციის მერეო მომწერაო თუ არ მეშლება რომელი ბუში იყო პრეზიდენტი მომწერაო მადლობაო რომ ასეთი ნაბიჯით გადადექი და არ დაღვარე სისხლიო ძალიან მადლიერი იყო და ეს მაშინ დავრწმუნდიო რომ ეს სწორი გადაწყვეტილება მივიღეო თუმცა იძახის რომ ახალგაზრდებს მიმართავს თქვენო ვერ გამიგებთო იმიტომ რომ დრო არისო ეხლა სხვაო და თქვენ რას გააკეთებთო ეხლა ვნახოთო ამიტომაც ერთ-ერთი ძალიან საინტერესო წიგნია ედუარდ შევარდნაძეზე და მომიტევეთ თუ კი თავიდან დავიწყე ცოტა სიბრაზით, იმიტომ რომ ძალიან რთული ბავშვობა მქონდა ჩვენ ორი ომის თაობა ვართ, ჩემი თაობა, ამიტომაც დაბრალება ესე მეტი ვის დავაბრალოთ თუ არა მთავრობას ომები ხო? ამიტომაც ბოდიშს გიხდით თავიდან ცოტა რა განწყობაც მქონდა წიგნის წაკითხვამდე იმ განწყობით დავიწყე, თუმცა გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ, აუცილებლად წაიკითხეთ და დაწერეთ, რას ფიქრობთ როგორც პოლიტიკოსზე.